მონორით როგორ გავბედეთ ჩვენ და მისი სახელი და გვარი ვახსენეთ, უკაცრავად მე მას აუხსენით ამ კაფეა. არასამთავრობო ორგანიზაცია. დიახ, კაფეა დამაშენებელზე აქვს ოფისი, კაფეა აუხსენი რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბრალდება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო ფაქტიურად სახეზე და სხვათა შორის ქუთაისიდან გაზეთის გამოსვლისთანავე იპოთეკარები დამიკავშირდნენ, მათ თქვეს რომ ისინი სრულიად ემიჯნებიან ამ პროცესს, არ მონაწილეობენ არანაირ თანხის შეგროვებას ადგილი არ აქვს. მე მინდა კონკრეტულად თქვენ ისაუბროთ აი ამ საკითხზე, რა ორგანიზაცია ეს და ამდენად არის უფლებამოსილი იპოთეკარების სახელით ისაუბროთ, მით უმეტეს როცა აქ საუბარია თანხების შეგროვებაზე, არა იპოთეკარების დასახმარებლად, არამედ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებისათვის. ეს საშინელებაა ქალბატონო მელისო. ჩვენი დაზარალებულები, ეგრეთ წოდებული იპოთეკით დაზარალებული, უბრალო ხალხია. მე მეწოდება ეს ხალხი, უწრფელად გეუბნებით, იმიტომ რომ მათ ამ ბატალიებში დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი რამ არ იცოდნენ და ასე ბრმად მიხვებოდნენ ვიღაცას, რომელსაც რაღაც ლოზუნგები ჰქონდა ალბათ, რომ მომავალს ემსახურებოდა ის უწყვეტი აქციები. ძალიან გულდასაწყვეტია. გაჭირვებული ადამიანები ძალიან ადვილი სამართავები არიან. 2-3 წელი ეს ადამიანები ხავს ეკიდებიან. წაწაღებული და ხონიათ რომ ეს ვიღაცა გამოჩნდა ახალი მესია და ის იქნება გადამრჩენი მათი და აი ასე ცდებიან. მე გულწრფელად ქალბატონ ელისო კილაძის მიერ ობიექტივში ტავანი გადაცემას, სადაც მოწვეული იყო ხადაგიშვილი და ქალბატონი დარეჯან სულაქველიძე. უშუალოდ რაც შეეხება მე ბოლო კომენტარს ვაკეთებ ამ თემაზე, მეტი ამ თემაზე ნამდვილად არ მოვიცრი სალაპარაკოდ, იმიტომ რომ ეს ადამიანები უშუალოდ უკვე 2 წელია ხალხს ატყუებენ ეს თემა იპოთეკარების, მე იპოთეკარების დაზარალების ამ ადამიანებს რაც შეეხება ხადაგიშვილს და დარეჯან სულაქველიძეს ამ თემის მოგვარებას საერთოდ არ უნდათ და იცით რატომ არ უნდათ? ეს მათი შემოსავლის წყაროა. პირდაპირ ვაცხადებ ამას და შემიძლია კონკრეტული ადამიანები დავასახელო, ვისაც იმ 10-ლარიანი საწევროების გარდა ართმევენ ფულს ტყუილებით. რაც შეეხება რა არის ეს ტყუილი? ტყუილი არის ის რომ გადაგივადებთ გამოსახლებას, მევახშეობას უდგას სათავეში ძალიან ბევრი პარლამენტარები, ძალიან ბევრი მთავრობის წარმომადგენლები. ჩვენ ყველას გვარები ვიცით, ჯერჯერობით დასახელებული ყავს 2 პარლამენტარი, ვიკავებთ თავს, შარშან, ერთ-ერთი საგანელიძე და მეორე გამოსახლება როცა მიმდინარეობდა საბურთალოზე, პეკინზე, მევახშეს ძალდატანებით რომ ვთხოვდით რომ და გადაედო გამოსახლება, ქალბატონმა გითხრა, ჩემთან რა გინდათ, პარლამენტარის ტინა ხიდაშელის დედა დგას ჩემს უკან და მთხოვს